რუსეთმა დაიწყო სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და მოხდა სავიზო რეჟიმის გამარტივება, რომელიც იანვრიდან უკვე ფაქტობრივად რეალურად შევა ძალაში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეიძლება ახლო მომავალში რუსეთმა მთლიანად გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან? ხო, ამის შესახებ ითქვა პრეზიდენტ პუტინის გამოსვლაში, რომ პრინციპში გაუქმების საკითხი დღის წესრიგში რჩება. შემდეგ საგარეო უწყების კომენტარიც იყო შესაბამისი. ამ ეტაპზე ამოქმედა მნიშვნელოვნად გამარტივებული რეჟიმი და ვნახოთ მერე როგორ წავა ეს პროცესი. ექნება ჩვენ თებერვლის თვეში შეხვედრა კიდევ ერთხელ პრაღაში და დავივლით ამას გადავხედავთ. რა პრობლემები იქნება, არ იქნება. ალბათ უფრო ესეთი ტექნიკური ხასიათის როგორც მე გამომიდგეთ. ჩვენ ბატონ კარასინს ვესაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქართული მხარის წინაშე არ იქნება წამოყენებული არანაირი წინაპირობები, არანაირი მოთხოვნები. თუმცა, პირველად როდესაც ეს საკითხი წამოიჭრა პუტინის მიერ და შემდეგ როდესაც კითხვები დაუსვეს იგივე საგარეო საქმეთა მინისტრს, იგივე თავად პუტინს, ითქვა, რომ მართალია რუსეთი აპირებს სავიზო პოლიტიკის შერბილებას და შემდეგ უკვე გაუქმებას საქართველოსთან, თუმცა თავის მხრივ საქართველოს უნდა შეამციროს, უნდა შეარბილოს კრიტიკა საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოლიტიკის მიმართ. როგორ შეიძლება გავიგოთ ჩვენ ეს განცხადებები? ხო, სწორია, აბსოლუტურად ჩვენ არანაირი წინაპირობა არ ქონია ამის სანაცვლოდ, პრინციპში რა წინაპირობა უნდა ყოფილიყო ახლა ჩვენი მხრიდან. 2011 წლიდან გაუქმდა სავიზო რეჟიმის მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისთვის. წელს კიდევ უფრო გამარტივდა. 1 წლის მანძილზე შეუძლია საქართველოს შეხვდნენ რუსეთის მოქალაქეებს. ქვეყნების მოქალაქეებსაც აქვთ ასეთი საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმი. ამიტომ ამის იქით უკვე ჩვენი მხრიდან ვერაფერი ვერ გამარტივდებოდა და ის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ ვიზების თვალსაზრისით რაც აქამდე არსებობდა, ეხლა ნაწილობრივ გამოსწორდება იმით, რომ რუსეთმა ასეთი უფრო მარტივი სავიზო რეჟიმი ამოქმედა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში მაინც და მაინც ეს საკითხი და უკვე ეს სავიზო რეჟიმის გამარტივება, რატომ მოახდინა რუსეთმა ასე სწრაფად? არის თუ არა ეს კავშირში საქართველოს მიმართ ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკასთან, რომელიც ჩვენ გვეუბნება ახლო მომავალში ევროკავშირთან? სწრაფადაც არ მომხდარა ჩვენ კიდეც აბსოლუტში მოვისმინეთ ამის შესახებ, რომ ამის გაკეთებას აპირებდნენ. შემდეგ ნოემბერში, როდესაც შეხვდით ერთმანეთს უფრო დეტალურად მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ წლის ბოლომდე ამოქმედებოდა ახალი სავიზო რეჟიმი და მართლაც ეს ასე მოხდა. ასე რომ მე ამას რაღაც აჩქარებულს ვერ დავარქმევდი, ვიმეორებ, რომ ეს ჩვენ წინ ქონდა ასეთი ინფორმაცია. ბატონმა კარასინმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი დათბობა, ურთიერთობების გაუმჯობესება. 2015 წელი მან როდესაც შეაჯამა, თქვა, რომ ამ თვალსაზრისით ეს იყო აშკარად უკეთესი წელი, ვიდრე წინა წლები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეიძლება დაიწყოს გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობაც, თუნდაც იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკითხებზე მსჯელობა? ეხლა ჩვენი მხრიდან პირადად მე არ ხმარობ ხოლმე ასე ტერმინოლოგიას, როგორც არის დათბობა, დარეგულირება და ასე შემდეგ. ჩვენი შესაძლებლობა ისეთია, რომ ვცდილობთ იმ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას, რომელშიც აღმოჩნდით 2008 წელს კერძოდ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ. ამ ყველაზე რთულ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენ კონფლიქტურ რეგიონებთან, საუბარი მიმდინარეობს გენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში და თუ რაიმე იქნება წინსვლა, ეს ყველაზე უფრო სწორედ იქ უნდა გამოჩნდეს ჟენევაში. ჩვენი ინფორმაცია უფრო კონკრეტულია, უფრო შეზღუდული ის წესრიგით, ეს გახლავთ ვაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. შევეცდებით ამ მიმართულებით მომავალ წელსაც გადავდგას გარკვეული ნაბიჯები. წელს მართლაც იყო რაღაცა წინსვლა, კერძოდ აი ამ სფეროებში, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის, სატრანსპორტო კავშირების აღდგენის, ამ სავიზო რეჟიმის გამარტივების თვალსაზრისით ჩვენ სხვა თემებზე საუბრობდით და ვფიქრობ, რომ აი მომავალ წელს შეგვიძლია დიალოგი გავაგრძელოთ და რაღაც შედეგები მივიღოთ. ბატონ ზურაბ, აი სწორედ თქვენი შეხვედრების ფორმატი ბატონ კარასინთან რამდენად შესაძლებელია, რომ უფრო გაფართოვდეს
და ვთქვათ, იქ განიხილებოდეს არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები, არამედ იგივე დაუშვათ აი ამ დევნილების საკითხები და უფრო ფართოდ განიხილებოდეს ის წკინეული საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. Ჩავიმეორებ, რომ დევნილების საკითხები, უსაფრთხოების თემები, ჰუმანიტარული თემები რა აი ამ რთულ კონფლიქტურ რეგიონებთან არის დაკავშირებული, ჟენევაში განიხილება, ასეც უნდა იყოს. იქ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მათი მონაწილეობით უნდა ხდებოდეს სამართლიანი პრობლემების განხილვა. ამიტომ ამ თემების პრაღის ფორმატში გადმოტანა არ იგეგმება, არც იქნებოდა სწორი. რაღაც გაფართოება ხა ფორმატისა, პრაღის ფორმატი მართლმადიდებლობაში დღის წესრიგში ადგას, ნახოთ თუ რაღაცა იქნება ამის აუცილებლობა, შესაძლებელი ასეც მოხდეს, მაგრამ ეხლა ამის შესახებ დამატებით ვერ ვფიქრობ. ბატონო ზურაბ, და კიდევ ერთხელ ისე ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს რომ დავუბრუნდეთ. ხომ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რუსეთი მართალია ამბობს, რომ ჩვენ არანაირ წინაპირობას არ ვაყენებთ იგივე სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამას რასაკვირველია გარკვეული დრო სჭირდება თუნდაც ტექნიკურად მომზადების თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხომ არ შეიძლება დადგეს საკითხი, რომ საქართველოს რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი თემის დათბობა მოსთხოვოს რუსეთმა? და არ დადგება. საკითხი ვიმეორებ, რომ რაც შეეხება ვიზებს, ჩვენ მაქსიმალურად სამხრივად გავამარტივებთ. სავიზო ოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისათვის ამ თვალსაზრისით ჩვენ გასათმობი არაფერი არ აქვს. მაქსიმალურად ლიბერალური სავიზო რეჟიმია რუსეთის მოქალაქეების. ვიმეორებ, 1 წლის მანძილზე შეუძლიათ საქართველოში ყოფნა ოვიზოთ. და ვიზა ლიბერალიზაცია რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას და რამდენად თქვათ კარგი იქნება საქართველოს დაბრუნება თქვათ რუსეთის აი ამ სივრცეში ამ თვალსაზრისით? რუსეთის სივრცეში დაბრუნებას არ ნიშნავს, მე მგონი ვიზების გამოყენება ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს, იმას ნათესავები ყავთ, მეგობრები ყავთ. ჩვენ ბიზნესმენებს ჭირდებათ რუსეთში წასვლა, რათა თავიანთ საქმეს მიხედონი. ჩვენ ხალხს უჭირავს ადამიანებს შორის კონტაქტებს და რაც უფრო ნაკლები პრობლემები ექნებათ მათ გადაადგილებისას, მით უკეთესია. ამავე დროს ჩვენ აგერ ევროკავშირთან მუშაობთ ინტენსიურად ვიზა ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობა დაინტერესებულია იმაში, რომ ის მოქალაქეებს ჰქონდეთ გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლება. ასე რომ ამ თვალსაზრისით მართლა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ ის ბოლოს მნიშვნელოვანი შესაძლებელი შედეგები დავასრულებთ და ვხვდებით ახალ წელს.